მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, რისთვის იქნება მადლობელი თქვენი სული დღეიდან 3 წლის განმავლობაში. დიდი უცნაური თითქოს ერთი შეხედვით შეკითხვა გვაქვს, მაგრამ ვნახოთ. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 3. აირჩევთ ან მინერალების მიხედვით, ან ვარიანტების მიხედვით. და ვნახოთ, რისთვის იქნება მადლიერი თქვენი სული დღეიდან, ანუ თქვენ მიმართ მადლიერი. საკუთარ თავს რო გადაუხდით მადლობას, რომ აი რა კაი გოგო ხარ, რა კაი ბიჭი ხარ, რო ესექენი. ვნახოთ. პირველი ვარიანტი. რისთვის იქნება მადლიერი თქვენი სული დღეიდან 3 წლის განმავლობაში. მეორე ვარიანტი, რისთვის იქნება მადლიერი თქვენი სული დღეიდან 3 წლის განმავლობაში და მესამე ვარიანტი, რისთვის იქნება მადლიერი თქვენი სული დღეიდან 3 წლის განმავლობაში. ნახოთ ახლა მინერალები, რომელი ვარიანტი აიღებს. ეს მინერალი ამეთვისტო მეორე ვარიანტისთვის მესამე ვარიანტისთვის და პირველი ვარიანტისთვის. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. ესეთი ამბავი გვაქვს, დააკვირდით არკანებს, ან დააკვირდით მინერალებს და იმის მიხედვით აირჩეთ და ერთ არკანს დავამატებ კიდე, რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისთვის. სანამ თქვენ ირჩევთ, მანამდე მე დავამატებ არკანს. რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისთვის. პირველმა ვარიანტმა რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისთვის. მეორე ვარიანტმა რა უნდა გააკეთოთ ამისთვის და მესამე ვარიანტმა რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. ოკეი, დავიწყოთ. ვინც ვერ მოასწარეთ არჩევა, კეთით რომ შეგიძლიათ დააპაუზოთ, ისე აირჩიოთ და მერე განაგრძოთ ყურება. მე კი გადავალ პირველ ვარიანტზე. ნახოთ, პირველი ვარიანტი. რისთვის იქნება თქვენი სული მადლიერი დღეიდან 3 წლის განმავლობაში. არკანი თასების ტუზი. ჩემო მეგობრებო, თქვენ დიდი ალბათობით ახლა გადიხართ ეტაპს, სადაც უნდა აღმოაჩინოთ რაღაც ძალიან უნიკალური, რაღაც ძალიან განსაკუთრებული და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. და ეს, რასაც აღმოაჩენთ, შეცვლის არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებას, არამედ თქვენი გარშემომყოფების ცხოვრებასაც, მოგანიჭებთ ძალიან დიდ ემოციურ სისავსეს და მოგანიჭებთ იმის განცდას, რომ თქვენ შეგიძლიათ დადებითი წვლილი შეიტანოთ რაღაც ძალიან მასშტაბურში, რაღაც ძალიან დიდში და გრანდიოზულში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ, აი ნახეთ როგორ აი ნახურულ ნიჟარას ხსნის და აქ არის ვერცხლისფერი მარგალიტი, ხო? ანუ სტატისტიკურად ეს მარგალიტი, არის თუ ისე იშვიათია ბუნებაში, თუმცა თეთრ მარგალიტთან შედარებით აშკარად იშვიათია. თან არის მდინარის. რეალურად ეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც თქვენ ჯერ უნდა იპოვოთ რა არის ეს კონკრეტული, მე აღმოაჩინოთ, მე დააცადოთ ამ ყველაფერს, რომ გაიზარდოს, შედგეს, ჩამოყალიბდეს და ეს იქნება განსაკუთრებული ნიჭი. აი ამ ნიჭს, რაღაცა ნიჭი უნდა იპოვოთ. ოღონდ ეს ნიჭი არ არის აი რაღაც ხატვის ნიჭი, წერის ნიჭი, სიმღერის, არა, ესეთი ნიჭი ეს არ არის. რაღაც არის განსაკუთრებული უნარი. ნახოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისათვის. ხმლების რაინდი. ხმლების რაინდი.
რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისათვის? პირველ რიგში მე ვიტყოდი, რომ არ უნდა შეშინდეთ. მე ვიტყოდი, რომ არ უნდა დანებდეთ. მე ვიტყოდი, რომ ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოთ. მე ვიტყოდი, რომ ცნობის მოყარეობა არ უნდა გათიშოთ. აი ეს უნარი. და იცით, ვინც ახლა დიდი ხანია მომყვებით, ხშირად მომიყვანია მე თქვენთვის ის მაგალითი, აი ბავშვის, რომელიც ფეხს ახლა იდგამს. მას არ აქვს შიში. იმიტომ რომ არ აქვს წინარე გამოცდილება, რომ შეიძლება წაიქცეს. ან იმდენად მოკლე აქვს ის მეხსიერება, რომ შეიძლება წაიქცეს, ხო? რომ დგება და ისევ თავიდან აგრძელებს ესე დაუშრეტელი ენერგიით სწრაფვას იმ მიზნისკენ, რომ ერთ დღეს შეძლოს და გამართულად იაროს, ხო? აი თქვენ შემთხვევაში ზუსტად აი ეს არის. ამ ნიჭამდე თქვენ ვერ მიხვალთ სიფრთხილით, იმ აი თავდაცვით, რაღაცა იმ მოცემულობით, რომ აი ჩავიკეტები, ჩემ თავში ვიქნები, არაფერს არსად არ გამოვჩნდები. ვერ მიხვალთ იმ მოცემულობით, რომ დაუშვათ აღარ ვიბრძოლებ, იმიტომ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ვერც იმ მოცემულობით ვერ მიხვალთ, რომ შემართება თუ არ გაქვს, აი ეს ბრძოლის ჟინი თუ არ გაქვს, მოპოვების ჟინი თუ არ გაქვს, ხო? ვერც მასე ვერ მიხვალთ. რეალურად აქ არის მდგომარეობა, როდესაც მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი უნდა იპოვოთ ისეთი და იმ მდგომარეობაში, რისთვისაც თქვენ საკუთარ თავს გადაუხდით მადლობას, რომ აი რა მაგარი ხარ, ეს გზა გამოიარე, რომ არ დანებდი, რომ შეძელი და დღეს რომ აქ ხარ. აი რა მაგარი ხარ. და ყველაზე დიდი ადრენალინი, ყველაზე დიდი ჯილდო ეს არ არის სხვა ადამიანები როცა გაქებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც საკუთარი თავის ღირებულებას ხედავ, სათანადოდ აფასებ, განიცდი ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე და იცი ვინ ხარ, რატომ ხარ და რისთვის ხარ აი იმ კონკრეტულ წერტილში. აი ეს არის თქვენ შემთხვევაში რისთვისაც გადაგიხდით თქვენი სული მადლობას. გადაგიხდით მადლობას იმისათვის, რომ თვით განვითარება არ შეწყვიტეთ და არ შეწყვიტეთ დაბრკოლებების მიუხედავად წინსვლა. და მოგეცემათ კიდეც სათანადო ჯილდო ამისათვის. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, მე იმედი მაქვს, რომ რეზონირდა თქვენს შემთხვევასთან. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ამეთვისტო, თქვენ რისთვის გადაგიხდით მადლობას თქვენი სული დღეიდან 3 წლის განმავლობაში. ხუთიანი თასები. ხუთიანი თასები არის ემოციური განცდის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ერთი ეტაპიდან გადადის მეორე ეტაპში, მაგრამ შუაში არის აი ეს რაღაცა გარდამავალი, გარდამტეხი მომენტი, დამშვიდობების, გამოგლოვების, გამომშვიდობების, როდესაც ვაცნობიერებ რა იყო, ვაცნობიერებ რა იქნება, ვაცნობიერებ ეხლა სად ვარ და აი ამ გაცნობიერების დროს გააზრებულად უკვე, ანუ ზრდასრული ადამიანის პოზიციიდან ემოციების გარეშე ხვდები სად დავუშვი შეცდომა, ვიღებ გამოცდილებას იმ დაშვებული შეცდომებისგან. ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ვკიცხავ, ვსჯი, თუმცა აქვე ისიც ვიცი, რომ მე რომ ეს გამოცდა არ მიმეღო, მე რომ ეს მდგომარეობა არ გამომეცადა, რა იყო, გაცილებით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებოდი ხვალ და ზეგ. და ამისათვის საკუთარ თავს ესე დაუნდობლად არ ვკიცხავ.
ყველაზე კაცრები, ყველაზე შეუვალები, ყველაზე სასტიკები ადამიანები ვართ საკუთარი თავების წინაშე. და ეს როგორ ვლინდება, იცით? აი ეს ხშირად სხვათა შორის ეს საკუთარი თავისადმი მიმართული აგრესია, რომელსაც შიგნით ვეღარ ვიტევთ, სხვა ადამიანების დაზიანებაში გადადის და ფსიქიკა მუშაობს ესე, რომ აი რამდენჯერაც ძლიერად ვატკენ სხვა ადამიანებს, რამდენჯერად ძლიერად გავტეხავ მათ თავდაჯერებას, მათ მორალურ ღირსებას, რამდენჯერაც აი გადავუვლი, იმდენჯერ მე ჩემ თავში ვწმუნდები, რომ უვარგისი ვარ, ცუდი ვარ და თანამდებობისთვის შეუფერებელი ვარ, მოკლედ რა ვთქვათ რა. ნახეთ, ეს არის ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმი. ესე მუშაობს არაჯანსაღი ფსიქიკა. საკუთარ თავს ვერ ვიზიანებ, ზოგჯერ ესეც ხდება, მაგრამ ხშირად ეს არის გარეთ მიმართული აგრესია იმისათვის, რომ გავანადგურო რაც ჩემს გარშემოა და გავანადგურო ყველა, ვინც ჩემს გარშემოა, დავაზიანო ყველა და მე დავჯდე და ამ ჩემი დაზიანებული ნანგრევების ყურებით ვთქვა, რომ აი ხო ვამბობდი, რომ ცუდი ვარ, მე ყველას თავიდანვე გითხარით, რომ მე ესეთი ვარ, მე ესეთი ცუდი ვარ და ამას პირველ რიგში უდეკლარირებთ და უჟღერებთ და უმტკიცებთ საკუთარ თავს. აი ეს მდგომარეობა არის როგორი მდგომარეობა, იცით? უკვე როცა მე ვჯდები ერთი-ერთზე ჩემს საკუთარ მესთან, ვხვდები რა დავაშავე, ვხვდები რა გავაფუჭე, ვხვდები რატომ არ მივიღე და ამას უკვე სინანულის და ტრაგიზმის გარეშე მაღალი ცნობიერებიდან ვაკეთებ. ვაკეთებ იმ განცდით, რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში არის გამოცდა, ყველაფერი ამ ცხოვრებაში არის გაკვეთილი და მე ეს გაკვეთილები უნდა ჩავაბარო, იმისათვის რომ გადავიდე შემდეგ ტურში, ასე რომ ვთქვათ, ხო? რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისათვის? აი, კვერთხების რაინდი. კვერთხების რაინდი არის ზუსტად ის მდგომარეობა, რომ არ დაკარგოთ, აი არ ჩარჩეთ აი ამ სიტუაციაში, ოღონდ ეს ცოტა ისეთი საშიში მდგომარეობაა, იმიტომ რომ აი ადამიანები ამ პოზიციაში რჩებიან და ირგებენ მსხვერპლის როლს ერთ შემთხვევაში, ან რჩებიან სამუდამოდ რაღაცა ღრმა დეპრესიაში, აპათიურ მდგომარეობაში, ან მსხვერპლის პოზიციაში, რომელიც ნაწილობრივ აგრესორის თვისებებსაც იძენს, რომ აი ნუ მეხები, იმიტომ რომ ესეთი ვარ. აი რა უნდა გააკეთოთ და რა უნდა გააკეთოთ და არასოდეს არ უნდა შეწყვიტოთ წინსვლა. არასოდეს არ უნდა შეწყვიტოთ იმის განცდა, რომ ყველა აღმართს მოყვება დაღმართი და ყველა დაღმართს მოყვება აღმართი. ყოველთვის ესეა ეს. და ამ კანონზომიერებას თქვენ ვერ შეცვლით. თქვენ არ ახართ ისეთ ერთადერთი და უშუალოდ თუ გეგონათ აქამდე რომ ერთადერთი ხართ, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ იცურებს და ამას გააკეთებს დაღლის გარეშე, ამას გააკეთებს ტრამვის გარეშე, ამას გააკეთებს რაღაცა ისე, აი ეს თავის თავადად ვერ გააკეთებთ ამას ესე. მაგრამ რა უნდა გააკეთოთ და უნდა გააკეთოთ ის, რომ არ შეწყვიტოთ მოძრაობა. თქვენთვის აი ეს შინაგანი ცეცხლი, აი შინაგანი ენთუზიაზმი რაც გააქვთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიის წყარო და ასევე იმის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, საწვავი ჩათვალეთ, რომ A პუნქტიდან მიხვიდეთ B პუნქტში. და ეხა ხო გითხარით, რომ სადღაც შუაში ხართ, ხო? აი A პუნქტს გამოცდით, B-მდე არ მისულხართ. აი სადღაც აი აქ ხართ, შუა ტერიტორიაზე და ეს საწვავი არ უნდა მოაკლოთ საკუთარ თავს. ნუ ჩაიკეტებით მეორე ვარიანტი საკუთარ თავში. დაიჯერეთ, რომ ყველა ფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, აქვს თავისი უზენაესი მიზანი, დანიშნულება და ისიც დაიჯერეთ, რომ ეს ჩვენი სულის არჩევანია. აი უზენაესი მესარჩევანია, რომელიც აი ამ გზას გატარებთ.
ეხლა ხომ ისედაც უზენაეს მეზე ვსაუბრობთ, ხო? რისთვის გადაგიხდით მადლობას. ნახოთ მესამე ვარიანტი, ავანტიურინი, რა ხდება თქვენთან. რისთვის გადაგიხდით მადლობას თქვენი სული 3 წლის შემდეგ დღეიდან. სამიანი კვერთხები. ბოდიში 6-იანი კვერთხები აპატიეთ. ძალიან საინტერესო დამთხოვა ის, რომ სამივე ვარიანტში რაღაცა ჯერ ისეთი თემატიკაც ოკეი, რაღაც მომავალზე ორიენტირებული საკითხია, მაგრამ თითქოს ჩემი სამივე ვარიანტის მსმენელი აი აქ დგახართ სადღაც აი აქ ამ წერტილში და იყურებით შორს, ინტერესით და გარკვეულწილად შიშით, რომ აი რა იქნება ხვალ ზეგ, რა მელოდება. ნუ თუ სულ ესე იქნება, აი რაღაც ესეთი განცდა. დღეიდან 3 თვის განმავლობაში, ესა 3 წლის განმავლობაში თქვენი სული მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ თქვენ შეძელით ჰარმონიულობის აღდგენა. თქვენ შეძელით დაბრუნება თქვენს პირველ წყაროსთან, იმ მდგომარეობასთან, სადაც აი თქვენი ფესვებია შეიძლება, არ ვიცი, იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია, ნახეთ, ირმების ჯოგია და ადამიანი, რომელიც ცხენზე ამხედრებული, ისე მოძრაობს ამ ირმების ჯოგში, რომ არც ირმებს ეშინიათ, არც მას ეშინიათ და თითქოს ეს რაღაცა მისია. აი დღეიდან 3 წლის განმავლობაში თითქოს თქვენ დაბრუნდებით აი იქ სადაც თქვენი რეალური და სამყაროსეულად განსაზღვრული ადგილია. არ ვიცი ეს რას ეხება, ჩემი მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ესეთი ინფორმაცია მოდის. რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისათვის? აგერა არკანი მზე. და ესეც თუ დააკვირდებით, არც ერთ დასტაში ცხენზე ამხედრებული ბიჭი აი ამ ფორმით არ არის. მზის არკანს აქვს ეს ცხენზე ამხედრებული ბიჭის ენერგია, მაგრამ აი ამ ფორმით ასე არა. რა უნდა გააკეთოთ, იცით? და აქაც რა საინტერესო, აქაც თეთრი ცხენია და აქაც თეთრი ცხენია. მზის არკანის ენერგია არის ერთ-ერთი პირველი ენერგია იმ 22 ენერგიის ჭრილში, რომელიც ტაროს სისტემაში მუშაობს. და არა მხოლოდ ტაროს სისტემაში. ეს არის ენერგია, როდესაც ადამიანს საკუთარი თავის სჯერა, საკუთარ ძალას გრძნობს, თუმცა ერთი რაც ძალიან მინდა რომ გახსოვდეთ, ის რასაც 3 წლის შემდეგ მიაღწევთ და რისთვისაც მადლობელი იქნება თქვენი სული, არ იქნება მხოლოდ თქვენი დამსახურება. რა ნაწილში ვამბობ? აქ ყველგან ბიჭი და ცხენი, აქ ცხენი და კიდე ირმების ჯოგი. ანუ ნახეთ, აქ თქვენ სოციუმის დახმარებით მიდიხართ წინ და ამის მადლობელი აუცილებლად უნდა იყოთ. აი ეს უმადურობის ნაწილი, ეს ეგოიზმის თემა, რაც ახასიათებს მზის არკანს, ეს არ ჩართოთ, რომ აი მარტო მე ვქენი. გახსოვდეთ, რომ ერთად უკეთესია, აი ერთად მიღწეულ წარმატებას, ერთად მიღწეულ გამარჯვებას აქვს გაცილებით ძაფრად გემრიელი გემო, ვიდრე
მხოლოდ თქვენ როცა ხართ. ნახეთ, ხო გვაქვს ესეთი გამოთქვა, რომ მარტო კაცი ჭამაშიდაც ცოდუაო, რაც არ უნდა გემრიელი იყოს ის, რასაც მიირთმევთ, ხო? ადამიანები მხოლოდ საკვებით არ ვიკვებებით, ადამიანები ემოციებითაც ვიკვებებით. შესაბამისად, ეს ემოცია გაუზიარო, ეს ემოცია მიიღო და ერთად იზეიმო, აი ეს არის ძალიან დიდი ნიჭიც, სხვათა შორის ეს ყველას არ შეუძლია. აი ეს მინდა რომ გაგაფრთხილოთ, რომ იქ სადაც აღმოჩნდებით დღეიდან 3 წლის შემდეგ, დროისთვისაც მადლობელი იქნება თქვენი სული, ეს იქნება თავისთავად ცხადია თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგი, თუმცა იმ გარემოცვის დამსახურება, იმ ადამიანების დამსახურება, რომლებსაც თქვენი სჯეროდათ, სულ მარტივად და პრიმიტიულად. და უფრო ცოტა რთულად, რომლებიც ამ გზაზე გეხმარებოდნენ. თითოეული ადამიანი ამ გზაზე თქვენთვის იქნება ხიდი იმ კონკრეტულ წერტილამდე, სადაც თქვენ იქნებით 3 წლის შემდეგ და მე გისურვებთ აი ამ დიდ გამარჯვებას, ამ დიდ დაბრუნებას, აი იმ წიაღში, რაც მართლა თქვენია. თქვენ ეხლა არ ხართ იმ წიაღში, იმ მოცემულობაში, რაც მართლა თქვენია და რაც მართლა თქვენი სულის ნაწილი და დანიშნულება. თქვენ გზაზე ხართ, თუმცა ეხა ეს გზა არ არის მკაფიო, მაგრამ თავარია არ შეწყვეტოთ მოძრაობა. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. ცოტა რაღაცნაირი გაშლა იყო, საკმაოდ რაღაცნაირი ენერგიები წამოიღო. შთამაგონებელი თუ აი არ ვიცი, რაღაც შიგნით, ჩემ შიგნითაც რაღაცები იცვლება ამ ენერგიებს, როცა ვეხები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეზონირდება თქვენთან ის, რაც გითხარით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაგაფიქრებთ სულ ოდნავ მაინც და მინდა გისურვოთ, მართლა მთელი სულით და გულით გისურვოთ, რომ არ აცდეთ თქვენი სულის, თქვენი უმაღლესი მეს, უზენაეს დანიშნულებას. და თუ ეს მოხდება და აცდებით, ხო, ოდესმე, ძალიან მალე იგრძნოთ, გაიაზროთ და დაბრუნდეთ თავარ გზაზე. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. მადლობა რომ მიყურებთ, მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად და შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.